საღამშვიდობისა თქვენ უყურებთ პოსტ ანალიტიკას მე ზვია დავალიანი ვარ ჩვენ საუბრობთ მიმდინარე აქტუალური საშინაო და საგარეო პოლიტიკური თემების შესახებ. უნგრეთი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებს. ვიქტორ ორბანი თბილისის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის ბრძოლაში სრულ თანადგომას აღუთქვამს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებაც ფორმდება. აი ასეთი შედეგებით დასრულდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბუდაპეშტში, ხოლო რაც შეეხება სტრასბურგს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკვე მეორე დღეა მტკიცედ იცავს საქართველოს პოზიციებს და იგერიებს რადიკალური ოპოზიციური პარტიების, მათი მხარდამჭერი არასამთავრობოებისა და მათივე მოკავშირე ევროპის სახალხო პარტიის შემოტევას, რომელთაც ქართული დელეგაციის მანდატების გაუქმება აქვთ მიზნად დასახული. რადიკალური ოპოზიციის ამგვარი დესტრუქციულობა უკვე კარგახანია აღარ გვიკვირს და აღარც ის გვაოცებს, რომ ოპოზიციას საქართველოში არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან შემომავალი უპრეცედენტო ინვესტიციას არ უხარია, რომელმაც ქვეყანაში უამრავი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას. საერთოდ რა შეიძლება გაგვიკვირდეს და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ქვეყანაში, სადაც რადიკალურ ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრეზიდენტი უცხოელებს საქართველოს სათამაშო მოედნად გამოყენებას სთავაზობს. სწორედ ამის გარკვევას ვეცდებით ჩვენ დღეს პოსტ ანალიტიკაში ჩვენი სტუმარი კი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ხალხის ძალის თავმჯდომარე სოზარ სუბარი იქნება. საღამშვიდობის ბატონ სოზარ. მოგესალმებით მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ დღეს საღამოს და დავიწყოთ ყველაზე ცხელი ამბით. ესე იგი ცნობილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დასკვნა, რომელსაც ხვალ უნდა უყარონ კენჭი. უკვე ორი დღეა ესე იგი მიმდინარეობს, ცდილობს ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია დაამტკიცოს ის, რომ საქართველოში არავითარი არჩევნების გაყალბება არ მომხდარა და საერთოდ ყველა ის პრეტენზია, რასაც რადიკალური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი სახალხო პარტია გვიყენებს, ყალბია. მაგრამ ასეა თუ ისე მონიტორინგის კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ესე იგი თითქოს წყალობა მოიღეს და გვეუბნებიან, რომ მანდატსო არ შევაჩერებთო, მაგრამო იმ დათქმითო, რომ ესე იგი ამ წელს უნდა გამოასწოროთ შეცდომები, რომელიც არჩევნების ჩატარების დროს იქნა დაშვებული და წამოიწყოთ ინკლუზიური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს მომდევნო თვეებში გამოცხადებულ ნამდვილ დემოკრატიულ ახალ არჩევნებს. აი როგორ უნდა შევაფასოთ ეს დათქმაა თუ ულტიმატუმია თუ არ ვიცი ამას რა დავარქვა? ერთი ასეთი წინადადება თქვით თქვენს შესავალში, რომ კითხვაში უფრო სწორედ რომ ჩვენი დელეგაცია ცდილობს დაამტკიცოს. სინამდვილეში ჩვენი დელეგაცია ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს ამბობს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ვინმესთან რამე დასამტკიცებელი გვაქვს. ძალიან კარგად იცის ყველა ასამბლეაშიც, ევროპარლამენტშიც, ევროპის ყველა დედაქალაქშიც, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, რომ მათმა ფავორიტმა პარტიებმა წააგეს არჩევნები და წააგეს სამარცხვინოდ. ყველამ კარგად იცის. რამდენიმე წლის წინ შეიძლება კიდევ გვეუბნებოდნენ ზოგიერთი ჩვენი მხარდამჭერები, რომ იცით რატო არ მუშაობთ, უფრო მეც რატო არ უხსნით, რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც ნაციონალური მოძრაობა ეუბნება მათ და რატო უჯერებენ ისინი ნაციონალურ მოძრაობას. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის. ნაციონალურ მოძრაობას ან NGO-ს კი არ ჩაჰქონდათ იქ რაღაც ამბავი, არამედ იქიდან იღებდნენ დავალებას, ისინი ამბობდნენ ამას, შემდეგ მათივე დავალებით, ისინი რომ დავალებას აძლევდნენ, რომ აი ესეთი წერილი გამოგვიგზავნეთ, იმას აგზავნიდნენ, იმ ინფორმაციას აგზავნიდნენ და ისინი იყენებდნენ ამას იარაღად ჩვენს წინააღმდეგ, იმიტომ რომ საქართველოში არ არის ის ხელისუფლება, რომელიც მათ სჭირდებათ, იმიტომ რომ საქართველოში არის დღეს ხელისუფლება, რომლისთვისაც სამშობლო, რომლისთვისაც სუვერენიტეტი დგას ყველაზე მაღლა. აქაც იგივე ხდება. ძალიან კარგად იცის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თითოეულმა წევრმა, რომ არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა, რომ ადამიანები, რომლებიც პოლიციელებს ესროდნენ და 150-მდე პოლიციელი როცა არის დაშავებული და ძალიან მძიმე დაზიანებებით ისინი არიან არა თავისუფალი მშვიდობიანი მანიფესტანტები, არამედ დამნაშავეები, რომ საქართველოში სასამართლო
სასამართლომ გამორიცხულია რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც არაერთხელ სტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მაგრამ ისინი იღებენ იმ რეზოლუციას, რომელიც მათ უნდათ. ისინი მიიღებენ ხვალ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ უნდათ და მათი გადაწყვეტილება მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ჩვენი დელეგაციის დიდი შრომისა, ერთ-ერთი დაემთხვევა იმას, რაც დღეს საღამოს იქნა მიღებული კომიტეტის ხდომაზე. მონიტორინგის კომიტეტის ხდომაზე. ასე რომ აქ დიდი ილუზიები არ უნდა გქონდეს, გადაწყვეტილება იქნება ის, რაც დღეს გამოქვეყნდა და შესაბამისად ჩვენ რას ვაკეთებთ, ხო? არჩევნების ჩატარებას გთხოვენ, თან მე მგონი ცოტა დააჩქარეს კიდევ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს არჩევნები აპრილამდე. ნუ რა თქმა უნდა, არჩევნების ჩატარება არის აბსოლუტურად გამორიცხული, არჩევნები ჩატარდება 2028 წლის ოქტომბერში, მანამდე ერთადერთი არჩევნები რაც იქნება, ეს იქნება მიმდინარე წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის მოცემულობა და ისევე როგორც რუსალაპარაკია ვინმეს გათავისუფლებაზე, ჩვენ გვახსოვს ესეთი პოლიტიკური ზეწოლები და ხელის გადაგრეხები, როცა კრიმინალები გამოგვაშვებინეს ციხიდან 2020 წლის არჩევნების შემდეგ. დღეს იგივე აღარ განმეორდება. თითოეული ადამიანის საქმე წავა სასამართლოში, ვინც გამართლდება, ვინც აღიარებს მის მიმართ სასამართლომ შეიძლება მიიღოს რაღაცა შემამსუბუქებელი შედარებით მსუბუქი განაჩენი და ჩვეულებრივად რა როგორც სასამართლოში ხდება, ახლა მე არ ვიცი რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა მტკიცებულებები შეიძლება კონდეს ბრალდებას, რა მტკიცებულებები შეიძლება კონდეს გაცვის მხარეს, რომელიც გააბათილებს ბრალდების მტკიცებულებებს, ასე რომ ეს ჩვეულებრივი სასამართლო პროცესია და აქ არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. კი ბატონო, და აი თქვენ დაიწყეთ საუბარი იმაზე, ჩვენი პოზიცია რა შეიძლება იყოს. როცა ვლაპარაკობთ, რომ აი რა გვეშველება და რა ხდება, უბრალოდ წავიკითხავ ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციაში მართლა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის ილონ მასკის დღევანდელ განცხადებას, რომ ბრიუსელში შეუსაბამოდ დიდი ბიუროკრატიული ქსელი არსებობს, რომელიც ცდილობს ყველაფერი კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ევროპის ქვეყნებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ისინი ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული ბრიუსელზე. ახალი სოფლიო დღესწესრიგი ყალიბდება პრაქტიკულად, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ევროკავშირი, ბრიუსელი ყლაპავს თავისი წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს და ცდილობს ჩაყლაპოს იმ ქვეყნების სუვერენიტეტიც, რომლებიც არ არიან მისი წევრები, მაგრამ მიისწრაფიან მისკენ, მისი მეზობლები არიან ან საერთოდაც რაღაც განზე არიან. ეს დღეს განაცხადა უკვე მასკმაც, ამას ძალიან დიდი ხანი ამბობს ჩვენი მეგობარი ქვეყნის მეგობარი პრეზიდენტი ბატონი ორბანი და არაერთი სხვა ევროპელი ლიდერი და არაერთი ევროპელი პოლიტიკოსი. მათი ხმა, თქვათ, 2 წლის წინ თითქმის არ ისმოდა, ორბანი შეიძლება ყოფილიყო გამონაკლისი, დღეს მათი ხმა ისმეს ევროპარლამენტში ძალიან მკაფიოდ და ძალიან მალე ევროპაში შეიცვლება ეს პოლიტიკური ლანდშაფტი. კი ბატონო, მაშინ მეც წავიკითხავ ერთ ინფორმაციას, პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირის ლიდერებთან, ანუ ევროკავშირის ბიუროკრატიის დონეზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობები შეაჩერა და ფსონს ევროკავშირში შემავალ ქვეყნების ლიდერებთან ინდივიდუალურ, ანუ ევროკავშირში შემავალ ქვეყნებთან ინდივიდუალურ ურთიერთობაზე აკეთებს. ამიტომ აქედან გამომდინარე, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენც ხომ არ უნდა მივბაძოთ ტრამპს და ხომ არ უნდა მოვახდინოთ დიფერენცირება პირველ რიგში ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ამ ბრიუსელის ბიუროკრატიაზე და დიფერენცირებულად ვიურთიერთოთ ევროპაში იმ ქვეყნებთან პირველ რიგში, რომლებიც ჩვენს მიმართ არიან პოზიტიურად და მოკავშირეობრივად განწყობილი. მაგალითად, იგივე უნგრეთთან, რომელმაც კიდევ ერთხელ ახლა შალვა პაპუაშვილის ვიზიტის ფარგლებში დაგვიდასტურა სრული მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ ხოთაშვილის ამ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომ რაღაც გაუგონარი გადაწყვეტილება რომ მიიღეს, რომ 2010 წელს რო უშვებდნენ, ესე იგი ქართულ ოფიციალურ პირებს ვიზის გარეშე ევროპაში, ახლა მოსთხოვეს ვიზა, ანუ თითქოს ახლა ნაკლებად დემოკრატიულია საქართველოს ვიდრე 2010 წელს იყო. მოგეთ, ამის მიუხედავად, საერთოდ უკაცრავად და
ფეხებზე დაიკიდა უნგრეთმა ეს გადაწყვეტილება და თქვა რომ მე არ მოვთხოვო ვიზებს. აი ასეთ ქვეყნებთან ხო არ უნდა ვიურთიერთოთ მეტი და ნაკლებად ბრიუსელთან. იცით რა, თითქმის დაახლოებით 3 წლის წინ აი ხალხის ძალა როცა შევიქმნით პირველად, მაშინ ვთქვი მე 2 წელიწად ნახევრის წინ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა, ისევე როგორც ევროსაბჭოსთან, სადაც დღეს ეს განხილვები მიდის, ხო? გულისხმობს საკუთარი სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას და დათმობას ნებაყოფლობით, ოღონდ სადღაც ზღვარი უნდა გადიოდეს. ბიუროკრატია ზღვარი არასდროს არ იცის. ბიუროკრატია ნებისმიერი ბიუროკრატია. ყოველთვის ცდილობს რომ მაქსიმალური აიღოს და მაქსიმალურად მის ხელში იყოს ძალაუფლება თავმოყრილი. შენ უნდა სადორო რაღაცნაირად ის რაღაცა მინიმალური მართლა უნდა დათმო, რომელიც სამაგიეროდ იმიტომ რომ იქიდანაც იღებ რაღაც სიკეთეს, ხო? რაღაცას თმობს, სამაგიეროდ რაღაცას იღებ, მაგრამ სადღაც ეს ზღვარი ყოველთვის უნდა დაიცვა, რომ ყველაფერი დათმო და არაფერი მიიღო, ესე არ უნდა მოხდეს და ჩვენ სწორედ აი ამ ბრძოლაში შევდივართ თქო ამბობდი და მაშინ მამას მოხდა ძალიან ისეთი შკვალი მოხდა რა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ოპოჟურნალისტების მხრიდან, NGO-ების მხრიდან, რომ რას ამბობთ, სიტყვა სუვერენიტეტი საერთოდ როგორ ახსენეო, მაგრამ აი დღეს მთელი მსოფლიო იბრძვის სუვერენიტეტისთვის. უცებ აღმოჩნდა, რომ ამერიკასაც კი საკუთარი სუვერენიტეტი აქვს დასაცავებ, რომელიც მართლა მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოა, გნებავთ სამხედრო თვალსაზრისით, გნებავთ ეკონომიკურად და გნებავთ მსოფლიოზე თავისი გავლენის თვალსაზრისით, ხო? აი ამ სუვერენიტეტისათვის ბრძოლა არის ევროკავშირში ის რასაც აკეთებს ევროკავშირში ორბანი დღეს. ის ამბობს რომ ის არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ისე რომ მას უნდა დაიცვას უნგრეთის და უნგრელი ხალხის ინტერესები იქ და იგივე უნდა აკეთებდეს ნებისმიერი ქვეყანა, სადაც აგენტურა არ არის ქვეყნის სათავეში. თუმცა დღეს ახლა ძალიან უცნაური ვითარება შეიქმნა. უცნაური იმ გაგებით, რომ მართლა როგორი იქნება, თუნდაც ერთი კვირის შემდეგ, ან ერთი თვის შემდეგ მსოფლიო აღარ ვიცით და მსოფლიო დღის წესრიგი როგორი იქნება, აი დღეს გააკეთა განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ ის მზად არის გააგზავნოს ჯარები გრენლანდიაში იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის შეერთებული შტატებისგან დანია. დანიამ 2 მილიარდი დოლარით, 2 მილიარდ 100 მილიონით გაზარდა თავისი თავდაცვის ბიუჯეტი სწორედ გრენლანდიის დასაცავად თან ხაზგასმით წერია. ანუ მთელი 2 წელიწად ნახევარი, 3 წელი რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რუსეთი რაც უკრაინაში შეიჭრა, მთელი ევროპა ამბობს, რომ ისინი ელოდებიან, როდის შეიჭრება რუსეთი ევროპაში და უნდა მომემზადონ რუსეთისაგან თავდასაცავად და უცებ აღმოჩნდა, რომ სრულიად სხვა რეალობის წინაშე დადგნენ ევროპის ქვეყნები. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სთხოვეს ჩასვლა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, რომელმაც პასუხიც კი არ გასცა. და ნუ მოკლედ ისევ ის წეღარასაც ლაპარაკობდით, რომ მეტი კონტაქტია საპირებენ თქონ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აპირებს, რომ მეტი კონტაქტი ჰქონდეს ცალკეულ ევროკავშირის ქვეყნებთან და ნაკლები ევროპულ ბიუროკრატიასთან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი დაიშლება ხვალდაზეგ, მაგრამ ეს იმას ნამდვილად ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატიის ბრიუსელის ძალაუფლება შესუსტდება და ეს რაც მალე მოხდება, მით უკეთეს, იმიტომ რომ როდესაც კაია კალასისნაირი ადამიანები იღებენ იქ გადაწყვეტილებებს, ორპირა ადამიანები, რომლის ქმარი და მთელი ოჯახი, მარტო ქმარი კი არა, მამა და მთელი ოჯახი რუსეთთან ვაჭრობით აკეთებს ფულს და ამ დროს საქართველოს მოუწოდებს, რომ ყველანაირი კავშირი უნდა გავწყვიტოთ თურმე. როცა ასეთი ადამიანები ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, რომ ჩვენ რაღაცა დავზიანდეთ და ომში ჩავებათ ან ეკონომიკურად ჩამოვიქცეთ, ბუნებრივია, რომ რაც ნაკლებად იქნება მათი აზრი გათვალისწინებული და რაც ნაკლები ძალაუფლება ექნებათ ხელში, მით უკეთესია ჩვენთვისაც და ყველა ევროპული ქვეყნისთვისაც. მით უმეტეს, რომ ნამდვილად გვაოცებს ეს ევროპული ბიუროკრატია ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გვაოცებს. დღეს პაվել ჰერჩინსკიმ გააკეთა განცხადებები, რომლებმაც პრიქით მეტი, ანუ ველოდებოდით, რომ რაღაცა პასუხი იქნებოდა, თუნდაც არასწორი, მაგრამ პასუხი რა იმ კითხვებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს და პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა ბოლოს, რომ დაასრულა საუბარი, ვიდრე გვქონდა. პირველ რიგში, ესე იგი, აი თითქოს ცადა ეს ადამიანი რომ აეხსნა აი ამ დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის მიზეზი. და რა თქვა? დემოკრატიული უკუსვლა და ესე იგი კონკრეტულად დაასახელა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ოჯახური ღირებულებებისა და არასოциალურობის დაცვის შესახებ კანონი. მე მაინტერესებს
როცა ამერიკის შეერთებული შტატების, ანუ პრეზიდენტი ამბობს, რომ საკანონმდებლო დონეზე ამერიკაში დღეიდან იქნება მხოლოდ ორი სქესი და არა გენდერი. გენდერი საერთოდ არ არსებობს ტრამპი. სიტყვა საერთოდ სიტყვა გამოაცხადა არა ლეგიტიმური. ეს სიტყვა ამ სიტყვის საკანონმდებლო დოკუმენტებიდან გაქრობის ინიციატივა ჰქონდა პარლამენტში გირჩს მე მხარს უჭერდი და მე მზად ვარ რომ დღეს გირჩის ეს ინიციატივა გავაცოცხლო, იმიტომ რომ მე მაშინაც ვამბობდი რომ მე 100%-ით ვეთანხმები გირჩის ამ ინიციატივას, ეს არის სწორი ინიციატივა და არანაირი გენდერი არ არსებობს, არანაირი სოციალური კონსტრუქცია სქესს არ სჭირდება, არსებობს ორი სქესი, არსებობს მამაკაცი და დედაკაცი და ეს არის. ანუ თქვენ გააცოცხლებთ, დააყენებთ საქართველოს პარლამენტშიც ინიციატივას, რომ ქართული კანონმდებლობიდან, ქართული საკანონმდებლო სივრციდან გაქრეს ეს სიტყვა, როგორც ამერიკაში, გენდერი და გამოვიყენოთ მხოლოდ ის, რაც ტრადიციულად და ბუნებრივად ცნობილია ჩვენთვის და შეესაბამება რეალობას, სქესი. დღემდე ვერანაირ ვერ გაიგო, რას ნიშნავს სიტყვა გენდერი, მათ შორის ყველაზე დიდმა ლობისტებმაც ამ სიტყვის გასაგებია, რომ ზოგჯერ რაღაც კანონების მიღება გვიწევდა, რომელიც თავმოხმოული იყო გარედან ხშირად, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც ეს ინიციატივა დააყენა გირჩმა, მე ხმამაღლა მკაფიოდ დაუჭირე მხარი და ვთქვი, რომ დიახ, მე მხარს ვუჭერ, როგორც კომიტეტის ხდომაზე სხვათა შორის, ისე პარლამენტში ერთ-ერთი სამშაბათის განცხადებები რო არის, იქაც ვთქვი, რომ მოდი რა, ეს არის ინიციატივა, რომელიც სწორი ინიციატივაა, რამე კი არ ქვეყანა კი არ აშენდება ამით, რომ ამ სიტყვას ამოვიღებთ და სიტყვა გენდერს ჩავანაცვლებთ, მაგალითად სიტყვას სქესით, მაგრამ რაც სწორია, ის უნდა მივიღოთ და რატომ ვამახინჯებთ, რა ვიცი, ან კანონმდებლობას, ან ჩვენს, რა ვიცი, ამ სიტყვით ჩვენ გვახვევდნენ თავს და გვახვევენ ჯერ კიდევ თავს აი ამ გენდერულ იდეოლოგიას, რასაც ტრამპი და რეალურად LGBT იდეოლოგიას, რასაც ტრამპმა გამოუცხადა პირდაპირ ბრძოლა. ეხლა კანონებიც ახსენეთ და ბარემ ეს და 2010 წელზე ლაპარაკობდით წეგან თქვენ რომ ჯერ კიდევ 2000 წელს ევროკავშირმა თქვა რომ საქართველოს დიპლომატიურ პასპორტებს და სამსახურებრივ პასპორტებს უწესებდა აძლევდა უვიზო შესვლის უფლებას ევროკავშირში. და ამის შემდეგ მართლა ოღონდ მხოლოდ სამსახურებრივს და მხოლოდ დიპლომატიურს, ანუ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ ეს პრივილეგია. ხალხს არა. ხალხი ჩვეულებრივად იყო იღებდა იმას ვიზას. ჩვენმა ხელისუფლებამ ვიბრძოლეთ და მივაღწიეთ სწორედ უვიზო მიმოსვლას ევროპასთან ნებისმიერი პასპორტისთვის. 2010 წელს, ესე იგი, ჰერჩინსკის რო მოვსმინოთ, ჰერჩინსკის რო დავუჯეროთ, უფრო დემოკრატიული ყოფილა დემოკრატია ვიდრე დღეს. როდესაც საქართველოს იყო სოფლიოში მეორე ადგილზე პატიმრების რაოდენობით, სოფლიოში მეორე არა, ბოდიში მესამე ადგილზე იყო პატიმრების რაოდენობით, ყოველ 1 მილიონ კაცზე გათვლით, ან ყოველ 100,000 კაცზე გათვლით. სიკვდილიანობით იყო პირველ ადგილზე, წამება იყო ყოველდღიური ის არის ქცევა ციხეში, ადამიანი პატიმრების წამება, ქუჩაში დახვრეტები იყო ჩვეულებრივი ამბავი, სასამართლოში წლის განმავლობაში დაახლოებით 20,000 სისხლის სამართლის საქმიდან იყო ერთი წელი, როდესაც ერთი გამომართლებელი განაჩენი იყო, სხვა წლებში იყო 4, 5, 7, რა ვიცი, 18 გამომართლებელი განაჩენი იყო წლის განმავლობაში მაქსიმუმი. მსგავსი რამ არ მომხდარა 27-28 წლების საბჭოთა კავშირში, როცა დაახლოებით 5-10% იყო გამომართლებელი განაჩენები და იყო ესე იგი 0.001% გამომართლებელი განაჩენი სააკაშვილის დროს და მაშინ იყო თურმე დემოკრატია, საკუთრების უფლება რო არ არსებობდა, იქ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ადამიანებს იჭერდნენ და მეორე დღეს ისინი მთელ თავის ქონებას საკუთარი საცხოვრებელი ბინიანად უფორმებდნენ ან სახელმწიფოს ან რა ქვია ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს კეზერაშვილს და ეს იყო სააკაშვილის ჯიბე პრაქტიკულად, საიდანაც სადაც იყო თავმოყრილი სააკაშვილის და კეზერაშვილის ფინანსები და იქ იყო თურმე დემოკრატია. და ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მაშინ დემოკრატია არ ყოფილა, ყველაში სამქონდა ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი, მაშინ სახალხო დამცველი ვიყავი და ხშირი მქონდა შეხვედრები ბუნებრივია. შეგვიძლია პირდაპირ თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის გარდა ყველა ელჩი ამბობდა, რომ ასეთი კატასტროფა რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, რომელსაც ოდნავ მაინც პრეტენზია აქვს ცივილიზებულობაზე და დემოკრატიაზე და მე როცა ვიკითხებოდი, რომ რატომ
ამის შესახებ ხმამაღლა არ ამბობთ, ისინი პირზე ხელს იფარებდნენ და ეს აკრძალული, ამაზე ჩვენ გვაქვს კაფეო ინსტრუქცია, რომ ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ერთადერთი რომელიმე დემოკრატიის შუქურად იყო გამოცხადებული თვითონ მათი პატრონების მიერ. და რომელიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია თუ რამეს დაწერდა სხვა არავინ და ამ ფონზე ჰერჩინსკი როდესაც ამას ამბობს, ეს არის უბრალოდ ძალიან დიდი ტყუილი და თან ისეთი ტყუილი, რომელიც მან კარგად იცის, რომ არის ტყუილი, ანუ შეგნებულად იტყუება ადამიანი. ადამიანი, რომელსაც როდესაც ჩვენ თან დღეს რა თქვა ჰერჩინსკიმ, რომ თითქოს ჩვენ მაშინ ქართულ მოცნებამ და ხალხის ძალამ, როცა პირველად ეს კანონი შემოვიტანეთ ხალხის ძალამ, გამჭვირვალობის კანონი, უკან როცა გავიწვიეთ, თითქოს ჩვენ დავდებით პირობა, რომ ამას მეორე არ შემოვიუბრუნდებით, ესე ჩვენ დაგვპირდნენ. დიახ, ესე იყო ნამდვილად, ოღონდ მათი მხრიდან პირობა იყო, რომ ყველაფერი იქნებოდა გამჭვირვალე და სწორედ ევროკავშირის გრანტები იყო ყველაზე გაუმჭვირვალე. სწორედ ევროკავშირის ელჩს არაერთხელ პირადად მიმართა საუბრებში, ტელეფონით, ლაპარაკით, შეხვედრების დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, რომ აი ეს კონკრეტული გრანტი რო გადმოირიცხა ევროკავშირიდან, რას ხმარდება ევროკავშირის ფონდი თუ რაღაც ასეთი ქვია, ზუსტად არ მახსოვს, რას ხმარდება, რა მიზნები დევს და არც ერთზე პასუხი არ იყო, წერილობითი მიმართვებით იყო და არც ერთზე პასუხი არ ყოფილა და ამის შემდეგ ბუნებრივია ჩვენ იძულებული გავხდით და სწორადაც მოვიქცეთ, რომ თავიდან შემოვიტანეთ ეს კანონი. და ბუნებრივია ამ კანონის უკან გაწვევა არ მოხდება. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, თუ მაინც ძალიან უნდათ, ჩვენ შეგვიძლია ეს კანონი დავაახლოვოთ ევროპულ ან ამერიკულ კანონმდებლობასთან. მაგალითად, სიტყვასიტყვით გადმოვიღოთ ფრანგული კანონი, რომელიც ჩვენ შემდეგ იქნა მიღებული, ან სიტყვასიტყვით გამოვიღეთ ამერიკული ფარა, რომელიც შერბილებულ ვარიანტს წარმოადგენს ჩვენი კანონი. ისევე როგორც ფრანგული ბევრად უფრო მკაცრია ვიდრე ჩვენი. რაც შეეხება მეორე კანონს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, ბუნებრივია, რომ არანაირი ცვლილება ამ კანონში არ მოხდება, მაგრამ თუ მაინც უნდათ რომ მოხდეს ცვლილებები, ჩვენ მზად ვართ აქაც გავიზიაროთ ამერიკის პრაქტიკა, რაც დღეს იქ ხდება და იქ ეს მიდგომები გაცილებით მკაცრია და არ მგონია ეს ახლა უნდოდეს ევროკავშირის ელჩს. მე მგონი რომ ევროკავშირის ელჩს ზედმეტი ყურადღებაც არ უნდა დაუთმოთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ტენდენცია იცვლება მსოფლიოში, მათ შორის თვითონ ამერიკაც უარს ამბობს ევროკავშირის სტრუქტურებთან ზედმეტ კონტაქტზე და უფრო ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობაზე აკეთებს ფსონს. კიდევ ერთი კითხვა, რაც მინდა ჩვენი საუბრის დასრულებამდე დაგისვათ, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონტექსტი იცვლება, მსოფლიო იცვლება, ამერიკა იცვლება ბოლოს და ამერიკის გავლენიდან გამომდინარე მსოფლიოზე, მთელი მსოფლიოც შეიცვლება უეჭველად, ჩვენი რადიკალური ოპოზიცია არ იცვლება. და არ იცვლება მათ შორის სამწუხაროდ ჩვენს პრეზიდენტად მუშაობდა ეს ადამიანი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც რა ვიცი, აი რეკორდი მოხსნა, მე მგონი მამნებლური განცხადებების და აი რამდენიმე დღის წინ ესეთი შეთავაზებაც კი გაუკეთა ამერიკას, რომ საქართველოს ესე იგი სათამაშო მოედნად გამოიყენეთო რუსეთის უკან დასახევინებლადო. იმდენად სასწაული განცხადება იყო, რომ ჰილმა ჩაასწორა მერე, ანუ ავტორმა ჩაასწორა, რომელიც მისი კოლეგა აღმოჩნდა, თუ არ ვცდები, ესე იგი მაკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტობის კუთხით და ჩაასწორა ეს სტატია, იმიტომ რომ აი ნუ არაფერში არ ეწერა ის კომენტარი, რაც როგორც ჩანს ზურაბიშვილმა ჰილთან გააკეთა. აი რა უნდა უშველოდ ამ ხალხს? სალომე ზურაბიშვილი რომ მოღალატეა, ხა ბევრჯერ გვითქვამს და ყველა განცხადებით თუქმედებით დასტურდება, თუმცა ამ კონკრეტულ განცხადებას ვერანაირი ჩასწორება ვერ უშველის, იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩაასწორო, მან თქვა კაფიოდ რომ როგორ გიბედავს ამერიკას ეუბნება, რომ ვიღაცა 3.5 მილიონიანი ქვეყანა შენს ჭკუაზე არ დადის. ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციისა, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტი, სხვა ქვეყანას ეუბნება, რომ
მოდი რა, ამათ ერთი თავში წამოარტყი ეს რამდენს ბედავს და როგორ ბედავს. აი ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე, უსამშობლო ადამიანი, რომელმაც დაკარგა ერთხელ სამშობლო და ვერ შეიძინა სამშობლო. მე არ მჯერა რომ საფრანგეთია მისი სამშობლო, მე არ მჯერა საქართველო რომ არ არის, ხო არ არის და არ არის, ის არის ჩვეულებრივი კლასიკური უსამშობლო ადამიანი, მოღალატის კლასიკური ტიპი. როცა ვლაპარაკობთ ახლა დღეს არსებულ ვითარებაზე და ოპოზიციაზე ვლაპარაკობთ, მართლა შოკი ჰქონდათ და აი გაცოფდნენ, როდესაც აი პრემიერის ეს ვიზიტის ამბები მოისმინეს, როდესაც ხელი მოეწერა 6 მილიარდიან ინვესტიციას. აი ესეთ მავნებლობას რა, არ ვიცი. არაფერი. მათ უნდათ ქვეყნის ჩამოქცევა. ჩვენ მათ ვერ დაგვამარცხეს, მათ ნახეს რომ უკვე მათი ეს დღის წესრიგი დამთავრდა. ერთადერთი ახლა ფიქრობენ იმაზე, რომ იქნებ ეკონომიკა მაინც დავაზიანოთ, რომ თუ ეკონომიკა დაზიანდება, თუ ეკონომიკური ზრდა არ იქნება, ხელფასები ვერ გაიზრდება, ინფლაცია იქნება მაღალი, იქნება ხალხი ამითი მაინც აღშფოთდეს, იმიტომ რომ არ გაყალბებული არჩევნების არავის არ შეერა, ხოლო აი კანონებზე, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ის არავინ არ მიხვდება პირიქით, სწორედ ამ კანონების გამო გვაქვს ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა ხალხის. ამიტომაც მათ მცირე ხნიან რყევას მართლა მიაღწიეს ეკონომიკაში, როდესაც ნოემბერში 7.9% იყო და დეკემბერში სავარაუდოდ კიდევ უფრო დაბალი იქნება. ამას აჩვენებს მონაცემები და ორ დღეში ალბათ გამოქვეყნდება კიდევაც. თუმცა ეს არის მცირეხნიანი რყევა. მთლიანი შარშანდელი წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9% იქნება, რაც ყველაზე მაღალია ევროპის კი არა ევრაზიის კონტინენტზე და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, მე მგონი მეორე ადგილზე გავალთ წლიური მონაცემით. გაიანას მერე რომელმაც ნავთობი აღმოაჩინა და ეხლა ნავთობი და გაზი ჩვენ არა გვაქვს. და იანვრიდან უკვე იგრძნობა, რომ აი ეს დროებითი პატარა შეფერხებაც გადალახულია და ეკონომიკური ზრდა ისევ ჩადგება იმ კალაპოტში, რომელსაც შეჩვეული ვიყავით აი ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ასე რომ 2025 წელი ეკონომიკურად იქნება კიდევ უფრო წელში გამართული, ამას ის ინვესტიციების დაეხმარება, რომელზეც წეგან ვლაპარაკობდით და მეორე რატომ არის ეს ინვესტიცია მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ 6 მილიარდი დიდი თანხაა საქართველოსნაირ ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, ასეთი კომპანიების შემოსვლას მოჰყვება სხვა ინვესტიციებიც. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორი გენდობა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არეულობის არ ეშინიათ, იციან, რომ ყველაფერი სტაბილურად იქნება, არამედ ვადამდელი არჩევნები არ იქნება და უკვე ეს არის ის, რაც ხვალ საქართველოს გახდით ძლიერს, მართლა სუვერენულს, მართლა დამოუკიდებელს და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ გაცილებით მაღალი შემოსავლები, ვიდრე აქვთ დღეს და სულ რაღაცა 1-2 წელიწადი სჭირდება აი ამ ამოცანების შესრულებას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბრისთვის, შეფასებისთვის, კომენტარისთვის, ანალიზისთვის. სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ხალხის ძალის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი მაყურებელს შევახსენებ. პოსტ ანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია, ხვალამდე გემშვიდობებით დროებით. მადლობა.